ზუგდიდში მცხოვრები დევნილი ოჯახების პრობლემები და მათი დახმარების შესაძლებლობები განიხილეს დევნილთა მინისტრმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. დავით არახველიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს გეგმები, პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა ბინით უზრუნველყოფა მხოლოდ შენობების რეაბილიტაციით ვერ მოხერხდება და აუცილებელია ახალი კორპუსები აშენდეს. ახალი მშენებლობებიც დაიწყება. მინისტრის განცხადებით ზუგდიდში დევნილთათვის 8 კორპუსი შენდება. შეხვედრა შედგა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მე მათთან ინტენსიურად თანამშრომლობ სამინისტროს ცენტრალურ აპარატშიც და რეგიონებშიც. გადავწყვიტეთ, რომ რეგულარული შეხვედრები ექნებათ აქ. შეხვედრა ბუნებრივია ითვალისწინებდა როგორც სამინისტროს მიერ განვითარებულ ასე ვთქვათ ახალ პროექტებს, ასევე ჩვენი ორგანიზაციების ექსპერტიზას და გაცნობას ბატონ დავითისათვის. ჩვენ რეალურად მივედით იმაზრამდე, რომ ასეთი კომუნიკაცია, ასეთი ურთიერთობები ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ჩვენი ორგანიზაციების განვითარებაში და ჩვენში დაგროვებული ექსპერტიზის გაზიარებაში, ასევე ურთიერთობებში.